საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა ახალ ამბებს სოფო ცერცვაძე გაგაცნობთ. რუსთავის მერის კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი ტრანსპორტის სფეროში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით დავით ჯიქია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული ხაზის მეპატრონეების მიერ მოწყობილმა საპროტესტო აქციებმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ქალაქის მერია პრობლემის მოგვარების მიზნით ნდობის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ქალაქის მერმა აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში ჩართვა შესთავაზა, რაზეც მძღოლები დათანხმდნენ, თუმცა მოგვიანებით, როგორც დავით ჯიქია აცხადებს, ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ დიალოგზე უარი განაცხადა. რუსთავის მერია კიდევ ერთხელ სთავაზობს საპროტესტო აქციის მონაწილეებს საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. მისივე თქმით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რაც თვითმმართველობას წესით ჰქონდა განსაზღვრული. კერძოდ, კომპანია ინტერტრანსი დაასაქმებს ყველა მძღოლს, რომელიც აქამდე მუშაობდა აღნიშნულ მარშრუტზე და შეინარჩუნებს მგზავრობის ღირებულების აქამდე განსაზღვრულ. ბოლო პერიოდში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მივეცი თავისუფლება, რომ გავაკეთო განცხადება. მოგესალმებათ გუშინ წინ დაფიქსირდა ესეთი ფაქტი, რომ რუსთავ-თბილისის ეგრეთ წოდებული სამარშრუტო ხაზების მეპატრონეები, ანუ ფირმის ხელმძღვანელები იყვნენ მისული ქართული კოალიცია, ქართული ოცნების ოფისთან და მათ მოახდინეს იქ რაღაც არაორგანიზებული რაღაც აქცია. მათი ქმედებები უკვე გადადის პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა გუშინ გამოთქვა სურვილი, რომ ემოქმედათ და ყოფილიყვნენ როგორც მედიატორები. მე ამას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ერთ-ერთი ინიციატორიც იყო საკრებულოს წევრი ბატონი ივანე შათირიშვილი. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება USAID-ის ოფისში. მე ამ მძღოლებმა მოითხოვეს ეგრეთ წოდებული ხაზის მეპატრონეებმა მოითხოვეს რაღაც 1 საათიანი ინტერვალი, რომ მათ წარმომადგენლებს და ეს მოელაპარაკებოდნენ ბატონ რევაზ რიჟამაძეს. ანუ ფაქტურად ბატონი რევაზის ჩამოსვლის მერე ქალაქის სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ზოგადად ეს ადამიანი არ მოდის არანაირ მოლაპარაკებებზე. ქონდა გამარჯვებული კომპანიას მასთან საუბარი და შეეთავაზათ იმის მაქსიმუმის შეთავაზებაც შეიძლება მომხდარიყო. მათ შორის ეგრეთ წოდებული ძვირად ღირებულ სამარშრუტო ხაზებთან დაკავშირებით. თუმცა ეს ადამიანი ზოგადად არ ცნობს არაფერს და დღესაც, ანუ როგორც ვიცი, აგრძელებს აქციებს და ანუ მისი სიტუაცია უკვე გაცდა ზოგადად სოციალურ ყოფით პრობლემებს და გადავიდა სუფთა პოლიტიკურ პრობლემებში. აქედან გამომდინარე, დღეს მქონდა მე საუბარი გამარჯვებული კომპანიასთან. უახლოებს დღეებში ის მოახერხებს და დაიწყებს ხაზებზე სატრანსპორტო სამარშრუტო ხაზების შემოყვანას, მარშრუტების შემოყვანას. ვისაც აქვს გონიერება დარჩენილ მძღოლებს შეუძლიათ ჩვეულებრივად მობრძანდნენ, ანუ ჩვენი კარი მათთვის ღია არის. ჯგუფმა თავისუფლად შეუძლია ისევ გააგრძელოს მუშაობა. ვისაც ექნება სურვილი, თამამად შეუძლიათ მობრძანდნენ, დაგველაპარაკონ. თვითმმართველობამ გააკეთა მაქსიმუმ იმისა, რომ არ ყოფილიყო რაღაც ხიჩატეხილობის პრობლემა, მაგრამ ბატონი რევაზი არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოდის ზოგადად. საერთოდ ჩემი აზრით უკვე ის გადადის პოლიტიკურ ჭრილში და მე ამაცინათაც განვაცხადე, ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მე პირდაპირ განვაცხადებ, რომ მასთან საუბარს აღარ ვაპირებ. თუ სურვილი ექნება მძღოლებს სხვა ნებისმიერი იურისტი მოიყვანონ და მათთან გავაგრძელოს საუბარი პრობლემის გარეშე, მე ნებისმიერთან შემიძლია საუბრის გაგრძელება მეც და გამარჯვებული კომპანიასაც. ინტერტრანსის დირექტორი ზაზა ლომიძე გადამზიდავებს თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, კომპანია ყველა იმ მძღოლს დაასაქმებს, რომლებიც ამჟამად რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მუშაობენ. ასევე ინტერტრანსი იღებს ვალდებულებას იმ მძღოლებს, რომლებსაც საკუთრებაში ევროსტანდარტების შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ყავთ და მათ ფინანსური პრობლემები აქვს გლდანის ავტოსადგურში სხვადასხვა საქალაქთაშორისო მარშრუტზე დაასაქმოს. ზაზა ლომიძე აცხადებს, რომ კონკურსის წესის თანახმად იგივე რჩება მგზავრობის ღირებულებაც. კომპანია ყვითელი მიკროავტობუსების ქალაქში შემოყვანას მომავალი კვირიდან გეგმავს. ჩვენ შევთავაზეთ ყველა იმ მძღოლს, რომელიც დასაქმებულია რუსთავი-თბილისის მარშრუტებზე, რომ დარჩნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ასევე ჩვენ დავუპირდით მოსახლეობას, რუსთავის მოსახლეობას, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გაიზრდება მგზავრობის ღირებულება, დარჩება ისე, როგორც არის დღევანდელ დღეს. და ასევე შევთავაზეთ ამ მძღოლებს ის მანქანები, რომლებიც ძვირადღირებული მანქანები, რომლებიც მან ყავთ, ამ მანქანების დავუპირდით ამ მანქანების დასაქმებას გლდანის ავტოსადგურიდან საქალაქთაშორისო მარშრუტებს. დანარჩენი გუშინ შედგა იყო მცდელობა, რომ გაკეთებულიყო ნდობის ჯგუფი, ასე ვთქვათ.
თავიდან პირველ ეტაპზე მძღოლები დაგვთანხმდნენ, შემდეგ გამოიძახეს მათი წარმომადგენელი, ვინმე რევაზ რიჟამაძე, რომელმაც ეს მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა და აბსოლუტურად გამოიკვეთა მისი ვიწრო პარტიული ინტერესები და აქედან გამომდინარე ეს მოლაპარაკება შეწყდა. იმ კვირიდან ჩვენ აბსოლუტურად სულ ყველა მძღოლს დაუგზავნით წერილობით მიმართვებს იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ მოვიდნენ გააფორმონ კომპანიასთან ხელშეკრულება და იმუშაონ თავიანთ სამუშაო ადგილებზე. თუ ამას ისინი არ გააკეთებენ, მაშინ კომპანია იძულებული გახდება ალტერნატიული მძღოლებით გააკომპლექტოს ეს მარშრუტები. იმიტომ რომ კომპანიას აქვს აღებული ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, რუსთავის მოსახლეობის წინაშე 2 თვის განმავლობაში ტენდერის კონკურსის პირობების შესაბამისად გააკომპლექტოს ახალი სამარშრუტო ტაქსებით რუსთავის ტრანსპორტი. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმი ნორჩ მეცნიერებათა და გამომგონებელთა რესპუბლიკურ ოლიმპიადას მასპინძლობს. ოლიმპიადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. მანამდე ჩაღლარის ხელმძღვანელმა პირებმა გიორგი მღებრიშვილს სკოლის შენობა დაათვალიერებინეს და სკოლის ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის უკვე რამდენიმე წელია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმს ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი სტუმრობდა. ქვემო ქართლის პირველმა პირმა ჩაღლარის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილს სკოლა ლიცეუმის ხელმძღვანელობამ დეტალურად გააცნო საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკა და ნოვაციები, რომელსაც ჩაღლარი ყოველწლიურად საგანმანათლებლო სფეროში ნერგავს. სკოლა ლიცეუმი მთლიანად აკმაყოფილებს ეროვნულ სასწავლო გეგმით მითითებულ სტანდარტებს. რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. თითოეულ მოსწავლეს აქ შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს კომპიუტერული ტექნიკით და ჭკვიანი დაფით. ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები, მუშაობს საგნობრივი კათედრები და ლაბორატორიები. დღესვე სკოლის სააქტო დარბაზში სპეციალური ღონისძიებაც მოეწყო, რომლის დასრულების შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ეს არის ეს გარემო, სადაც ბავშვები უნდა მიიღონ სრულფასოვანი განათლება. აქ არის ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ისწავლონ ბავშვებმა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება. აი ესეთი პროექტები, როგორც ახლა დღეს დავათვალიერე, ოლიმპიადა, მზად ვართ მხარში დავუდგეთ ნებისმიერ ეტაპზე. მე მადლობას მოვახსენებ ჩაღლარის ხელმძღვანელობას. წელს რუსთაველის სახელობის სკოლა ლიცეუმი ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა რიგით მეათე რესპუბლიკურ ოლიმპიადას მასპინძლობს. ოლიმპიადაში მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებები იღებენ. სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მეცნიერული პროექტები სკოლა ლიცეუმში იყო წარმოდგენილი. ნამუშევრების თემატიკა განსხვავებულია. ამ პროექტებიდან ჟიური 15-მდე მეცნიერულ ნაშრომს შეარჩევს, რომლებსაც უკვე ნორჩ მეცნიერთა რიგით მერვე საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგენენ. დღევანდელ ღონისძიებას სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორებიც დაესწრნენ. ეს არის ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნიდან 300-მდე მოსწავლე. დღეს წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შეირჩევა პროექტები, რომელიც სწორედ ამ საერთაშორისო ოლიმპიადაზე გავა. ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. დღეს პატივი ჰქონდა სტუმრად ჩვენ სკოლაში ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი მოგვეწვია. გუბერნატორმა ჩვენი ოლიმპიადა გახსნა და მოსწავლეების მიერ მომზადებულ ღონისძიებას დაესწრო. მადლობა მინდა გადაუხადო მას მხარდაჭერისთვის. აქ გამოვლინდა უკვე წლების მანძილზე ძალიან დიდი პოტენციალი, ნიჭი ქართველი მოსწავლეების, ზოგადად საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების მოსწავლის, ასევე აქ ჩანს ძალისხმევა მათი მასწავლებლების და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონკურსი, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტიმულია სწავლისთვის. სასიამოვნოა, რომ ბავშვები იმ მასალის გარდა, რომელსაც იქ სკოლაში სწავლობენ, კიდევ ეუფლებიან სხვადასხვა წიგნებში მასალას, რომელიც სკოლის პროგრამაში არ არის და ამით აფართოებენ თავიანთ ცოდნას. და წარმოდგენილია ნაშრომები და ჩვენ შევარჩევთ
რამოდენიმე ნაშრომს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადაში. ეს არის არაჩვეულებრივი мотиваცია ბავშვებისთვის, რომ გააკეთონ რაღაც. შეიძლება არ იყოს ეს მეცნიერულად ყველა ნაშრომი მნიშვნელოვანი, მაგრამ თვითონ ის, რომ ბავშვს აქვს ეს სურვილი, რომ რაღაც გააკეთოს და დაინახოს, რომ მეცნიერება არის საჭირო, ეს არის უკვე ძალიან კარგი საქმე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებით ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი პირველად 2005 წელს ჩატარდა. მასში გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები მონაწილეობენ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში მომზადებული პროექტებით. 2007 წელს აღნიშნულმა კონკურსმა საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება მონაწილე ქვეყნების რიცხვიც. როდესაც დაგჭირდება თქვა გაზის გამოყენება, იგი საოჯახო მეურნეობაში ძალიან ვცდილობთ, რომ ძალიან ფართოდ დავნერგოთ და აი ამ კრანით, ონკანით როდესაც დაგჭირდება მისი მოხმარება, აი ამ კრანს გავაღებთ და შეგვიძლია აი აქედან ავანთოთ გაზით. შეგვიძლია ახლა თვალსაჩინოებისთვის აგინთოთ გაზეთი და შეიძლება. წარმოდგენილია 53 ნამუშევარი, კომპეტენტური ჟიური შეარჩევს 20, რომელიც გაიგზავნება უკვე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ეს მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა გახლავთ და მე მინდა თითოეულ მონაწილეს წარმატება ვუსურვო. ქალაქ რუსთავის წარმომადგენლებსაც და საქართველოს მასშტაბით თითოეულ მათგანს. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა საერთაშორისო დონის განათლება მიიღოს. მომავალი თაობის აღზრდაზე ჩაღლარში მაღალკვალიფიციური პედაგოგები ზრუნავენ. გამწვანების აქცია რუსთავში ჩოხოსანთა საზოგადოების, მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ბავშვებისა და მოსახლეობის მიერ 21 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს 50 ცალი პავლონიის ნერგი დაირგო. დღეს გამართულ გამწვანების აქციას ქალაქის მერის მოადგილე ნინო ლომიძე შეუერთდა. გამწვანების ღონისძიებაში ჩართვა ყველამ სურვილს შეეძლო. აქციის ორგანიზატორის ლაშა ღვინჯილიას განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. კიდევ ერთი ლამაზი დღეა ქალაქში. მოეწყო გამწვანების აქცია, მონაწილეობას იღებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, მოსახლეობა, ხელმძღვანელობს ახალგაზრდული თვითმმართველობა და ორგანიზატორი გახლავთ ლაშა ღვინჯილია. მე ჩავთვალე როგორც რიგით მომოქალაქე, მონაწილეობა მიმიღო და ჩემი წვლილი შემეტანა ამ აქციაში. დავრგეთ 50-მდე ნერგი პავლონიის ჯიშის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ აქაურ მუნიციპალიტეტს, 13 ასურელი მამის მუნიციპალიტეტს, მის თანამშრომლებს დიდი მადლობა მინდა ასევე გადაუხადო ქალბატონ ნინო ლომიძესა და ბატონ დავით მაღლაკალიძეს, რომელიც მობრძანდნენ და მონაწილეობა მიიღეს ხის დარგვაში. ჩვენ ამ აქციით არ შემოიფარგლებით და კიდევ ვაპირებთ ბევრი გამწვანების აქციის ჩატარებას და ასე ვთქვათ ხალხში გაღვივებას ხის დარგვის. უფასო სამედიცინო მომსახურება დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს აქციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამედიცინო ფონდ ჰიპოკრატესთან თანამშრომლობით ფარგლებში ახორციელებს. სოციალურად დაუცველი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები 7-8-9 აპრილს აზოტის კლინიკაში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებენ, რომლის პასუხებიც ერთ კვირაში გაიგებენ. დევნილებისთვის 7-8-9 აპრილს იგეგმება უფასო გამოკვლევები, რომელიც ჩაუტარდებათ აზოტის კლინიკაში და ასევე სოციალურად დაუცველთა ფენებს. ანუ მოიტანონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ერთ თვეში ჩამოუვათ პასუხები. საზღვრისპირა სოფელი, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები უკიდურესი გაჭირვების გამო დასახლდნენ წლების შემდეგ პირვანდელ სახეს იბრუნებს. წლების წინ საქართველოს სომხეთის საზღვრისპირა სოფელ ულიანოვკაში ბერძნები ცხოვრობდნენ. დღეს კი მაღალმთიან სოფელს მიუხედავად არასათანადო საცხოვრებელი პირობებისა ქართველები ინარჩუნებენ. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და საჯარო სკოლის გარეშე მცხოვრები 10-მდე ოჯახის ისტორია და სახელმწიფოს როლი მაღალმთიანი სოფლების შესანარჩუნებლად ნახეთ მარიამ სოლოღაშვილის რეპორტაჟში. 1922 წელს გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული მაღალმთიანი სოფელი დღეს ასე გამოიყურება. ნასახლარად ქცეულ სოფელში 6 წლის წინ 10-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი დასახლდა, რომლებსაც მიტოვებულ სოფელში ცხოვრება ყოველგვარი საცხოვრებელი პირობების გარეშე უწევთ.
ოჯახები, რომლებმაც ცხოვრება სოფელ ულიანოვკაში გადაწყვიტეს, საკუთარი საცხოვრებელი სხვადასხვა მიზეზის გამო მიატოვეს. მათგან ზოგი დევნილია, ზოგი კი სოციალურად დაუცველი. ცხინვალიდან დევნილი გიორგი მდინარაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც უკიდურეს გაჭირვებას თავის სოფელს შეაფარა და ნასახლარად ქცეული მაღალმთიანი სოფლის შენება თავიდან დაიწყო. ამბობს, რომ აქაურობა ცხინვალში საკუთარ სოფელს ახსენებს. ახლა მარტო ცხოვრობს იმის გამო, რომ სოფელში არც ელექტროენერგია და არც სკოლაა, შვილიშვილებმა ცხოვრება თბილისში, ნაქირავებ ბინაში არჩიეს. ჩამოვედი, იმიტომ რომ ახლა ქალაქში ცხოვრება რთულია, მithumetes თბილისში. და ვიფიქრე, რომ თან სპეციალობა მაქვს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. და ახლა ვიცი სოფლის მეურნეობა და ვიფიქრე, რომ სადღაც გავამენახა ადგილი, რომ ჩემი სპეციალობითაც მე მუშავა. ოჯახისთვის, რა თქმა უნდა. შვილი ჩამოდის ხოლმე მეუღლეც, მაგრამ ძირითადად მე მიწევს აქ ყოფნა, იმიტომ რომ ახლა პირობები არის, ძნელი პირობები რა, დენი არა, ელექტროენერგია არა გვაქვს. 3 კილომეტრია, საიდანაც შეიძლება ელექტროენერგიის გამოყვანა. სკოლა რო ყოფილიყო, შვილიშვილებიც დიდი სიამოვნებით ივლიდან სკოლაში. და სხვა ბავშვებიც არიან, ახლა სხვაგან სკოლის დროს გადიან აქედან, იმიტომ რომ აქ პირობები არ არის. ელექტროენერგიის უქონლობის გამო აქ ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება რადიო მიმღებია. ერთადერთი საინფორმაციო საშუალება რადიოა ჩვენი და რადიოს საშუალებით გებულობთ ქვეყნის ამბებს. ოჯახის სარჩენად და გაჭირვების შესამსუბუქებლად უკაცრიელ სოფელში გიორგი მდინარაძემ ფუტკრის მოშენება ულიანოვკაში დასახლებისთანავე დაიწყო. ძირითადად უფრო ფუტკრის გულით ჩამოსულია. ყავდა იქ თბილისში, მაგრამ ახლა თბილისში ფუტკარი ადამიანებისთვის არის ძნელი ხდება, მithumetes ფუტკრისთვის. აქედან პირობებია ძალიან კარგი ფუტკრისთვის. საჯარო სკოლის არ ქონის გამო სოფელში მცირეწლოვანი ბავშვები არ არიან. განათლების მისაღებად ბავშვებს ოჯახებისგან შორს ცხოვრება უწევთ. მშობლებთან ყოფნას კი მხოლოდ არდადეგებზე ახერხებენ. სოფელში არც ამბულატორიაა, სასწრაფო დახმარება დანიშნულების ადგილამდე მისვლას 2 საათზე მეც ანდომებს. მოსახლეობა კი, რომელმაც ერთგვარად მესაზღვრეების როლი იკისრა, ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. აქაურები უპირველეს მოსაგვარებელს საკითხად გზას და ელექტროენერგიას მიიჩნევენ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სკოლა დროულად არ აშენდება, სოფელს მკვიდრი მაცხოვრებლები აღარ ეყოლება. პირველ ხანებში რომ ჩამოვედი აქ ბავშვებთან ერთად ვიყავი და თითქმის ნახევარი სემესტრი გაუცდათ ბავშვებს იმის გამო რომ განათლებას ვერ იღებდნენ. გორძე სოფელში გვაქვს სკოლა, ოღონდ არის სომხური ეროვნების და შეუძლებელია ახლა ქართველი ბავშვისთვის იქ განათლების მიღება. ცუდად რომ გახდება ელემენტარული სასწრაფოდ რომ დაგჭირდეს 2 საათი ჭირდება სასწრაფოს რომ აქამდე მოვიდეს და ისიც სულ პრობლემებია, ანუ რა გზა. მაღალმთიანი საცვრისპირა სოფლის შენარჩუნებაზე საუბრობს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, რომელიც როგორც თავად ამბობს, კარგად იცნობს ულიანოვკაში მცხოვრები ოჯახების პრობლემებს. მისი თქმით 2014 წელს სოფელში გზის და სინათლის პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება საჯარო სკოლის მშენებლობას, ადგილობრივ საკრებულოში აცხადებენ, რომ ეს საკითხი არც კი განიხილება, რადგან როგორც თავად ამბობენ, სოფელში სასკოლო ასაკის კონტინგენტი არ არის. იქ ცხოვრობენ ასაკიანი ხალხი, ახალგაზრდობა არ არის, სკოლის ასაკი ბავშვები არ არის, თუ ბავშვები არ არიან, ისთვის უნდა გაკეთოს იქით სკოლა. თუ 1-2 ბავშვი არის, კი ბატონო, შეიძლება რომ ან აქეთ ან ოფრეთში სწავლობენ. კონტინგენტი სასკოლო ასაკის არ არის, ესე აბსურდია ეს, რომ ულიანოვკაში სკოლა და გაკეთდეს ან აშენოს ვინმე. სოფელი მართლა ძალიან ძვირ მდგომარეობაშია, რაც შეიძლება ითქვას ყველაზე სუდი, რაც საერთოდ სინათლე არაა, საერთოდ ელექტროენერგია, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ცენტრალურ ხელისუფლებას და მათი დიდი ხელშეწყობით ენერგოპროექტის შეფერებულია, რომ შეიყვანოს ელექტროენერგია, სოფელი განათდება, ექნებათ ელექტროენერგია, რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, ჩვენს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ სოფლის არა მარტო მის ისტორიულობას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ასევე არის სხვა კუთხითაც არის საზღვრისპირა სოფელი და აუცილებელია ჩვენთვისაც, რომ აღნიშნულ სოფელს დაუბრუნდეს თავის მოსახლეობა და აღსგეს და დაიბრუნოს სოფლის სტატუსი.
21 საუკუნის გმირებად წოდებული სასაზღვრო ზოლში მცხოვრები მოსახლეობის ბედი მე-6 წელია გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ამ ეტაპზე სოფლის დატოვებას არ აპირებს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სოფელში მინიმალური საცხოვრებელი პირობები მაინც არ გაუმჯობესდება, ისტორიული სოფლის მკვიდრი მხოლოდ რამდენიმე ხანდაზმულიღად დარჩება. წლების შემდეგ აღდგენილი მაღალმთიანი სოფელი კი ისევ ნასახლარად იქცევა. გზა ამ სახელწოდების ფილმის პრემიერას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, რომელშიც ადგილობრივი მწყემსების ცხოვრებაა ასახული, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი დაესწრო. კინოპროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამის ქვემო ქართლის ალიანსების ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი კორპსი უზრუნველყოფს. ფილმში პირუტყვის გადასარეკი ის ტრასებია ნაჩვენები, რომელიც საქართველოს 4 რეგიონზე გადის. მადლობას ვუხდი იდეის ავტორებს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომელმაც გადაიღეს ეს ფილმი. მნიშვნელოვანია აუცილებლად ამ პროექტის ხელშეწყობა, რომელსაც ორგანიზაცია მერსი კორპსი აფინანსებს და თან ახლოს მიაქვს ეს პრობლემა და მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოც აქტიურად არის ჩართული, როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე სამინისტროები, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და იმედი მაქვს, რომ ის ყოფა, რომელშიც ვიხილეთ ფილმში რაც იყო აღწერილი მეცხვარეების ყოფა, აუცილებლად შემსუბუქებული იქნება. ჩვენი პროექტი ქვეყანაში ეკონომიკის და აგროკულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია ქვეყნის 4 რეგიონში პირუტყვის გადასარეკი ტრასების მნიშვნელობა და ადგილობრივი მწყემსების ცხოვრება. ვიმედოვნებ, რომ პროექტი გაამართლებს და ამ კუთხით დაინტერესებას გამოიწვევს. 1 საათიანი ფილმია და მოყვება კახეთიდან ვიწყებთ მოგზაურობას და მთელ გადასარეკი ტრასას მიყვებით თურქეთის საზღვრამდე ჯავახეთის პლატოს გაყოლებით. იმედია ეს ფილმი ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს. თუმცა ეს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ ფილმი მაინც სხვანაირად აჩვენებს უფრო ახლოდან. იმედია შეცვლის სიტუაციას. დემოგრაფიულ პრობლემებზე იმსჯელეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა კლუბის წევრები და მრავალშვილიანი დედები დემოგრაფიული განვითარების ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ და 1 წლის მანძილზე განსახორციელებელ ინიციატივებზე იმსჯელეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული ქალთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ გვაქვს მრავალშვილიანებთან დაკავშირებით 4 ინიციატივა მომზადებული და 2 პროექტი, 4 კანონ პროექტია და 2 პროექტი არის. ეს არის მრავალშვილიანი სტატუსის განსაზღვრა, მრავალშვილიანთა დახმარება საშემოსავლო დაბეგვრის შესახებ, მრავალშვილიანთა დახმარება კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, მათი ბავშვებისთვის განათლების მიცემის კუთხით. ქონდა შეხვედრა დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აწუხებს საქართველოს და რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროდ ძალიან რთულად დგას და მოვისმინეთ ძალიან კარგი ინიციატივები, რასაც ნამდვილად მივესალმებით. რუსთავის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო ქვემო ქართლის მოსწავლეთა ჩემპიონატმა. ტურნირი 300 ოკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს. გამარჯვებულები 8-12-16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამოვლინდებიან, რომლებიც საკუთარ ძალებს უკვე საქართველოს პირველობაზე გამოცდიან. ქვეყნის პირველობა 3 მაისს მარნეულში გაიმართება. აქედან გამარჯვებულები ითამაშებენ საქართველოს პირველობაზე, რომელიც 3 მაისს დაიწყება მარნეულში. საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდება 13 აპრილს, იქნება დახურვა და დაჯილდოება გამარჯვებულების. ეს არის ტურნირი ქვემო ქართლის პირველობა. ვიღებ მონაწილეობას 12 წლიან გოგონებში. ძალიან ძლიერი კონკურენტები არიან და იმედი მაქვს პირველ ადგილს დავიკავებ. რუსთაველი მოცურავი აკაკი ვაშაკიძე ბელორუსიაში გასამართი იუნორთა ოლიმპიადის სალიცეზიო შეჯიბრისთვის ემზადება. 18 წლის სპორტსმენი საქართველოს ნაკრებთან ერთად, რომელიც 4 მოცურავით არის დაკომპლექტებული, ბრესტში ხვალ გაემგზავრება. ტურნირი კი სტარტს 9 აპრილს აიღებს და 12 აპრილს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ აკაკი ვაშაკიძეს ოლიმპიადისთვის ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს. ოთხეულში შედის რუსთაველი მოცურავეც აკაკი ვაშაკიძეს, რომელსაც უკვე ლიცენზია აქვს, მაგრამ კიდევ უნდა გაიმეოროს.
იმედია ეს შეჯიბრი წარმატებული იქნება აკაკისთვის, როგორც აკაკისთვის, ისეთ დანარჩენი 3 მონაწილესთვის. ქალაქ ბრესტში გაიმართება ბელორუსიის ღია ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკის მოცურავეებს შორის 9-დან 12 აპრილამდე. მე მონაწილეობას მივიღებ ჩემ დისტანციებზე 50-100 დელფინი. იმედია კარგ შედეგებს ვაჩვენებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს და მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. სპორტსმენი ვარ და ყველა ადამიანს მოუწოდებ იმას, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს და ნარკოტიკს არ მოკიდოს ხელი და ძალიან კარგი იქნება, არ იქნებიან ნარკოტიკზე დამოკიდებულები და ჯანსაღი ცხოვრება საერთოდ თითოეული ადამიანისთვის უპირველესი რამოა. გამიმყარდა აზრი იმ თემასებით, რომ ეს წამალი არ შეიძლება მავნე არის ორგანიზმისთვის და აუცილებელი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრება იმისათვის, რომ უფრო დიდი ხანი ვიცხოვროთ და ვისიამოვნოთ ჩვენი ცხოვრებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რისკები და საფრთხეები განიხილეს. დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სკოლის იუნკერის ვიტალი უგრეხელიძის ნეშთი დაკრძალეს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველის ხსოვნას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა მიაგეს პატივი. იუნკერები განასახიერებენ სიმამაცეს, მხედრულ სიმამაცეს. იუნკერები განასახიერებენ სამშობლოს ერთგულებას და იუნკერები განასახიერებენ ერის სიყვარულს. აქედან გამომდინარე, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ძალიან ღირსშესანიშნავი დღე, ვინაიდან ერთ-ერთი ამ გმირთაგანი დაბრუნდა საქართველოში. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის საველე სწავლება გაიმართა. წვრთნაში ჩართული იყო პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის გაძლიერებული ასეული. ეს ის ქვედანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩასართავად ემზადება. მანევრის საკარიერო კურს მსმენელებმა 100-მეთაურის რანგში დაგეგმეს ამოცანა, რომელიც მოიცავდა დასახლებულ პუნქტს. ვამზადებთ ოფიცრებს ასეულის მეთაურის ქვეითი მექანიზირებული სატანკო ასეულის მეთაურის როლში და ასევე ბრიგადების ბატალიონების შტაბების ოფიცრებად. ჩვენ ვაკვირდებით იმ მსმენელის, რომელიც ასეულის მეთაურის როლშია, მის რეაგირებას ამ გამოწვევებზე, როგორ ხდება ამ პრობლემების გადაჭრა, შესაბამისი ფრაგმენტული ბრძანებებით და ფაქტურად ქვედანაყოფის გამარჯვებამდე მიყვანა. სრული შემადგენლობა არის პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ალფა ასეულის პირადი შემადგენლობა. ამ ქვედანაყოფსა გამოცდილება მიღებული ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ძირითად შემადგენლობას. ამის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული რამოდენიმე სწავლება ოსის პროგრამის ფარგლებში. მიზანი არის ასეულის დონეზე და ბატალიონის შტაბში მომუშავე პირადი შემადგენლობის ოფიცრების განვითარება და ჩამოყალიბება, რასაც ამ ეტაპიდან, რასაც ხედავთ, მთლიანი პირადი შემადგენლობა ოფიცრებისა, რომ ძალიან კარგი კურსია და იმედია ძალიან კარგად წაადგება ჩვენ შეიარაღებულ ძალებს. მეხუთე ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მწვანე მომავალი გაიმართა. ღონისძიებაში მეხუთე ქვეითი ბრიგადის 100-მა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცრებმა მიიღეს მონაწილეობა. გამწვანების ღონისძიებაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. პროექტი, რომელიც ხორციელდება მწვანე მომავალი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტრო უშუალოდ ჩართული ამ პროექტში და მოხარულები ვართ თითოეული სამხედრო მოსამსახურე, რომ ვიღებთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ავღანეთში პრეზიდენტს ირჩევენ BBC-ს ცნობით, ავღანეთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის ახალ ლიდერს არჩევნების გზით აირჩევს. ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 8 კანდიდატი მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
თურქეთი აზერბაიჯანისგან ინვესტიციის სახით $20 მილიონ მიიღებს. ეს ყველაზე დიდი საგარეო ინვესტიციაა, რომელსაც ბაქო ახორციელებს. ინვესტიცია ენერგეტიკულ პროექტებში ჩაიდება, რომელიც აზერბაიჯანს და თურქეთს დააკავშირებს. მიწისძვრა საბერძნეთში 5.6 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება. ლონდონი იტალიური მოდის გამოფენას მასპინძლობს საკუთარი კოლექციები უკვე წარმოადგინეს ტომ ფორდმა, დოლჩე და გაბანამ და ვალენტინომ. პრადა, გუჩი, არმანი, ვერსაჩე ეს იმ დიზაინერების და მოდის სახლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წლების განმავლობაში იტალიური მოდის კულტურას ქმნიან. ქრონიკა ამით დასრულებულია, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.